მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს 2026 წლის 16 მარტია. ვიმედოვნებ, რომ ეს დღე თქვენთვის განსაკუთრებული გახდება. რადგან გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში მაღალ ანაზღაურებადი ჟურნალისტის პოზიციაზე. გჭირდება ნიჭიერი ადამიანები ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი რესპუბლიკიდან, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ომია. ჩვენ ომში არ მონაწილეობთ. მე გახლავართ ლეონიდ ჩერნოვეცკი, სამგზის უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და ორგზის ქალაქ კიევის მერი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაცია, მე ვაგებ პასუხს ჩემს სიტყვებზე და გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში ყველაზე კრეატიული ჟურნალისტის გამოსავლენად იმ რეგიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში $100,000 ოდენობის ხელფასებიც ყოფილა. მე ვხემძღვანელობდი უზარმაზარ ბანკს, იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც იმსახურებდნენ ამ თანხებს და უფრო მეტსაც კი. დღეს ისინი მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი, მათ ყველგან პატივსცემენ, აქვთ კარგი შემოსავალი, მაღალი თანამდებობები და ასე შემდეგ. ჩვენ გთავაზობთ წარმოადგინოთ პოსტის სათაურების თქვენი ვარიანტები. ყველაფერს ნახავთ დავალებაში, რომელსაც მიიღებთ. ჩემგან კი მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა იქნება, რომ ცოტათი გაგიმარტივდეთ. გრამატიკას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამას ვისწავლით. ყველაზე მთავარია შეძლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა და კითხვების დასმა. და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კრეატიულობა. რადგან თქვენი პოსტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდება გამონაკლისის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ მათ ყველგან ვარეკლამებთ. უნდა შეეხოს ადამიანების გულებს და მათში გამოიწვიოს თანაგრძნობა სხვისი ტკივილისა და უბედურების მიმართ. ამას გვასწავლის ბიბლია, რომელიც ბევრჯერ წამიკითხავს. მჯერა უფლისთა მწამს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საქმე და შესაძლებლობა ყველა იმ წინადადებათა შორის, რომლებიც ოდესმე მიგიღიათ. ამიტომ ნამდვილად აქვს აზრი მონაწილეობა მიიღოთ. გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და გაითქვათ სახელი მთელ მსოფლიოში. აი ასეთი ამბებია. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იქნება მათთვის, ვისი გული და სული ღიაა მოყვასის დასახმარებლად და ვისაც აქვს ნიჭი, რომელზეც ოდესღაც პუშკინი ამბობდა, სიტყვით ადამიანების გულებზე ზემოქმედებისა. ეს არის ის ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა. დანარჩენს რეკლამაში მიიღებთ და რაც უფრო სწრაფად გვიპასუხებთ, მით უკეთესი, რადგან ნიჭი მაშინვე ჩანს. აქვე გეტყვით, რომ ყველას არ ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვან პროცესში, რადგან ჩვენ პირველ რიგში ვაპირებთ გავფართოვდეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. ყველგან სიღარიბეა, ყველგან არიან დანჯული ადამიანები და ჩვენ, რასაკვირველია, უნდა გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი. საქართველოში ჩვენ ეს უკვე გამოგვივიდა და გაძლევთ გარანტიას, როდესაც აქ ჩამოხვალთ, თუ ტესტირებას გაივლით, დარწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი საქველმოქმედო ფონდი ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. რუსეთშიც კი არ არსებობს მსგავსი. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მილიონობით გამომწერი და 300,000 ქველმოქმედი ადამიანი, რომლებიც მუდმივად აგზავნიან დახმარებას. ფულს, რა თქმა უნდა, უმეტესად ეს ღარიბი ადამიანები არიან და მცირე თანხებს რიცხავენ, მაგრამ მე მაქვს საკმარისი რესურსი, რომ დავუჭირო მხარი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდება. მაგრამ გვაკლია ხალხი, რადგან სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. ჩვენ შევქმნით ისეთ გუნდს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდება. ხოლო თქვენ მიიღებთ კმაყოფილებას, როგორც მატერიალურ, ისე მორალურს. ქუჩაშიც კი იცნობთ ხალხი.
თქვენი მადლიერები იქნებიან. შესაძლოა ვერც ნახოთ ის ადამიანი, რომელსაც დახმარება გაუწიეთ, მაგრამ მერწმუნეთ ის არასოდეს დაგივიწყებ. ისევე როგორც თქვენ მას. თუკი თქვენი გული მზადაა და იდიოს ყველა გასაჭირი, რაც ხალხს თვითად დააწვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. გისურვებ წარმატებას. ჯეროდეს რომ ყველაფერი იქნება ობიექტურად. ჩვენთან არ არსებობს ფავორიტები. ჩვენ არ გვაინტერესებს არც თქვენი ხასიათი, არც ის როგორ იცვამთ და იქცევით. გარდა რა თქმა უნდა ისეთი უკიდურესად მიუღებელი გამოვლენებებისა, რაც ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად ყველაზე ნიჭიერებო, ნუ გაჩერდებით ადგილზე, იქ ვერაფერს საინტერესოს ვერ მიიღებთ. არც ღვთის შეწევნას ეზიარებით, ჭეშმარიტი ჟურნალისტის დიდი კარიერის შესაქმნელად. ამაში ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პირველ რიგში დაგვანახეთ, რომ ამის უნარი გაგაჩნიათ. და რა თქმა უნდა, მთელი გულით გისურვებთ წარმატებასა და ყოველივე საუკეთესოს. ველოდებით თქვენს პასუხს.